გიგა თუ არ ვწდები წინა სამხედრო ოპერაციის დროს, სულ რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ანალოგიური ცნობები ჰქონდა 24-48 საათით ადრე, როდესაც რამდენიმე რეგიონში განლაგებული ბაზიდან ამერიკის ხელმძღვანელობამ გაიყვანა მათი ნაწილი. ახლაც ასეთი უცნაური დამთხოვებია. რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს და ზოგადად თუ შეიძლება აგვიხსენი ამერიკული სამხედრო დომინაცია როგორ გამოიყურება ამ კონკრეტულ რეგიონში? ის შემთხვევა რო ავიღოთ, ხო, შარშანდელი ცოტათი კი არა და მნიშვნელოვნად განსხვავებული შემთხვევა იყო, მაშინ სამიზნე იყო ირანის ბირთვული ობიექტები, ლაბორატორიები და ნაწილობრივ სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ობიექტები, ეს უფრო მეორე ხარისხოვანი სამიზნეები იყო და მეტნაკლებად ყველაფერი თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული, ირანელები ელოდებოდნენ და ამერიკელებმაც მეტნაკლებად ალბათ იცოდნენ ანალიტიკური ცენტრების სხვას არაფერს აკეთებენ, რა პასუხი შეიძლება გაეცა ირანს, მაგრამ წინ და წინ მოსამზადებელი სამუშაოები მაინც ჩატარდა, რომ იგივე კატარიდან და იმ წვდომის არეალიდან, სადაც ირანის შეერაღებაში არსებული ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, დიდი რაოდენობის რაკეტები მარტივად წვდება, გაყვანილი ყოფილიყო პერსონალი და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები გადასულიყო გაძლიერებულ რეჟიმზე, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასულიყო სარაკეტო ბატარეები. ამ შემთხვევაში უკვე საუბარი არის იმაზე, რომ თუ კი მოხდება შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო ჩარევა უნდა იყოს პირდაპირ ირანის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ, მმართველი რეჟიმის ძირითად ცენტრალური ფიგურების გასანადგურებლად და მსხვილი სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად, რაზეც ფაქტიურად დგას ეს კონკრეტული რეჟიმი. იმისთვის, რომ მეტნაკლები წარმოდგენა შეგვექმნას, ხო, რეალურად რა ძალები შეიძლება აქ დაუპირისპირდეს ერთმანეთს, აი შემდეგი რუკაც ქონდა, მე მგონი ერთი და კარგი იქნება თუ იმას ვაჩვენებთ, სადაც დაჩვენები არის, ხო, ნაჩვენები არის დაჯგუფებები და თუნ ირანის შეერაღებაში არსებული რაკეტების მოქმედების მანძილები. ძირითადად ეს ირანის სამხედრო რესურსი თავმოყრილი არის სამი დიდი ქალაქის გარშემო, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით თავრიზი, თეირანი თავისთავად და ისპაჰანი და ასევე სამხრეთით ეს ბანდარ აბასის სპარსეთის ყურეში უკვე ბანდარ აბასი საზღვაო ნავსადგური, სადაც ეს საზღვაო კომპონენტი არის თავმოყრილი. ამერიკული ძალები შეუდარებლად უფრო მცირე არის და მცირე სამხედრო შესაძლებლობების მქონე არის რეგიონში არსებული ძალები ირანის გაერთიანებულ სამხედრო რესურსთან შედარებით. იგივე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, იგივე პეტრიოტ პაკ-3 სისტემები, ტაადის სისტემები, რომელიც ნომერ პირველი მოიაზრება ამ ირანული ბალისტიკური რაკეტების გან თავდაცვის საშუალებად არ არის მოკლედ საკმარისი იმისათვის, რომ სრულად მოხდეს სიტყვაზე ირანიდან პოტენციურად მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შეკავება. ამის შეკავებას მეტნაკლებად სჭირდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და სპარსეთის ყურეში და ასევე ინდოეთის ოკეანეში დიდი რაოდენობით ამერიკული ხომალდების შეყვანა, ყოფნა, იმ ხომალდების, რომელსაც ბორტზე აქვს ინტეგრირებული IGC სისტემები. ეს ხომალდებს, როგორც ვიცით, უკვე მოძრაობენ. რამდენიმე ერთეული ხომალდი არის. ხო, რამდენიმე ერთეული ხომალდი არის მხოლოდ რეგიონში, ეხლა საუბარი არის 5-6 ხომალდზე. IGC სისტემა არის ის სისტემა, რომელიც ეს ამერიკულ ნაღმოსნებზე არის ძირითადად დიდი ზომის ხომალდებზე, მარტივად რო ვთქვა და მის შეერაღებაში არის ტომაჰავკის ტიპის ფთოვსანი რაკეტები და რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტების სტანდარტები, რომელსაც შეუძლია ჩამოყაროს ის ირანული ბალისტიკური რაკეტები. აი ჩვენ რო გავიმარტოთ ახლა საუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს პასუხი ირანის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ შეტევები განხორციელდა. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად, როგორც ჩანს, ამ დროს იყენებს იმისთვის, რომ მოწყვლადობის ხარისხი შეამციროს მისი ბაზების. კი, თუმცა ამის მომზადებას სჭირდება რეალურად თვეები, იმიტომ რომ ირანიდან მომავალი საფრთხე ძალიან დიდია. ირანული სამხედრო რესურსი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე შარშანდელი ოპერაციების დროს ჩანდა. არის საუბარი იმაზე, რომ 1/3 არის შემორჩენილი ირანული ბალისტიკური სისტემების, რაც მათ ოპერატიულ მზადყოფნაში აქვს, თუმცა სავარაუდოდ ბევრად უფრო დიდი უნდა იყოს მათი რაოდენობა, სადღაც ბევრად უფრო დიდი ალბათ არის კიდეც, მაგრამ შეძლოს მისი გამოყენება. კი, 50% ისრაელის მზადების ხარისხი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. კი, კარგი და კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, თუმცა ამ ეტაპზე ირანის მხრიდან ეს თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმარება უკვე დიდი ხანია
მიდის და ალბათ მზადყოფნა ბევრად უფრო მაღალი არის. საერთოდ განსხვავებული სიტუაცია შეიძლება ვიხილოთ, ვიდრე იყო შარშან და ეს ძალიან ბევრ ნიუანსთან არის დაკავშირებული. ეხლა საერთოდ სხვა სიტუაცია არის ირანის წინაშე, შარშან ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო. ნომერ პირველი, რითაც შეუძლია შეერთებულ შტატებს ის რესურსი, რითიც შეუძლია ამ ეტაპზე ის უახლოეს ერთი კვირა რო ავიღოთ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყება, ეს არის საჰაერო ძალების კომპონენტი, ისიც შეზღუდული რაოდენობით შორი მანძილებიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული აეროდრომებიდან საწვავის საჰაერო გამართვით, სტრატოტანკერებით საწვავის გამართვით და კონკრეტულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების მიტანა. ამ შემთხვევაში ეს უფრო იქნება პოლიტიკური ცენტრები და მსხვილი სამხედრო გარნიზონები. დაგიბრუნდებ, გია და აი ახსენდა ახლა გიგამ რომ სავარაუდო ალბათ მაინც უფრო არის ზუსტად ამ გარკვეული პოლიტიკური ინფრასტრუქტურაზე და რეპრესიული ინფრასტრუქტურაზე შეტევების მიტანა შეუძლებელია. მოლოდინი ასეთია, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთის ზოგადად არ ამგონია ამ პროცესში, მხოლოდ შეერთებული შტატები იყოს ჩართული. ალბათ რო იმისთვისაც არის საჭირო, რომ მოკავშირეებთან ჰარმონიზაცია მოხდეს ქმედებების, მათ შორის ალბათ უპირველესად ბრიტანელებთან ერთად, რომლებიც რეგიონში ყველაზე აქტიურად არიან ამავე დროს წარმოდგენილები, ფრანგებთან ერთად, მათი მონაწილეობა საგრძნობი იყო, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ფული დარტყმების გაუნებელყოფის პროცესშიც, მაგრამ ჩემი შეკითხვა უკავშირდება უფრო მეტად შენს ცოდნას ირანის დღევანდელი რეჟიმის სპეციფიკის. წლების განმავლობაში იქ სწავლობდი, სპარსულ ენაზე ეცნობი ამბებს, გაქვს ძალიან მჭიდრო შეხება სამეცნიერო თუ ასეთ შეფასებით ლიტერატურასთან. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მომენტისთვის? მაგალითად, უმრავლესობას ხრჩება ეგეთი შტაბეშტილება, რომ ის რაც ხდება არის სპონტანური ხასიათის აქციები მაქვს ხედულობაში და დასავლეთი გარკვეულწილად ისე ჩანს, რომ თითქოს დაბნეული კი არ არის, მაგრამ მზად არ იყო მოვლენების ასეთი ესკალაციისთვის. აი, როგორ შეაფასებ ადგილზე ირანში ახლა არსებულ ვითარებას? მოდი დავიწყოთ საერთოდ ცოტა რამდენიმე თვის უკანა ეს ომი, რომელიც ირანში მოხდა ისრაელსა და ირანს შორის, სადაც მე ბოლოში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატებიც და მოკლედ ირანში მოხდა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარდატეხაც. 2022 წლის შემდგომ საზოგადოება ირანული პრაქტიკულად გატეხილი იყო. 2022 წელს იყო ყველაზე დიდი გადინება ირანიდან. არა ის, რომ თქვა კვალიფიციური მუშახელი, რომელიც სისტემატურად გადიოდა ირანიდან, არამედ აი ყველა ვისაც შეეძლო ამ ქვეყნიდან წასვლა, მაქსიმალურად ცდილობდა რომ წასულიყო. იმიტომ რომ არანაირი იმედი არ არსებობდა, რომ რაღაც შეიძლება პოზიტიური მომხდარიყო. ყველანაირი გამოსვლებიც ადეს, ყველანაირი წინააღმდეგობაც ადეს, მაგრამ არაფერმა საერთოდ შედეგი არ გამოიღო. ამიტომ ერთადერთი შანსი იყო გაქცევა ამ ხალხისთვის. თუმცა ამ ომმა აჩვენა, რომ ირანის ხელისუფლება არ არის დაუმარცხებელი და მისი დამარცხება შეიძლება და თან შეიძლება საკმაოდ დიდი ანგარიშით, იმიტომ რომ ფაქტობრივად 12 დღის განმავლობაში სრული დომინაცია ჰქონდა ისრაელის საჰაერო საფრენ აპარატებს, შემდგომ უკვე ამერიკულის დაემატა მას და ირანმა ამას პრაქტიკულად ჰაერში ვერაფრით ვერ უპასუხა, გარდა იმისა, რომ დაიწყო ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ისრაელს. მაგრამ თვითონ ამით გამოჩნდა, რომ ირანი არ არის უძლეველი და მასთან ბრძოლა შეიძლება და მისი, ესე იგი, არ ვიტყოდი გატეხვა, მაგრამ არ არის დაუმარცხებელი. შესაბამისად, ამან საზოგადოების განწყობები შეცვალა. ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხი აქ უკვე არის თვითონ თუ გავიხსენეთ რა განცხადებებს აკეთებდა ნეთანიაჰუ, როდესაც ომი მიმდინარეობდა, მოუწოდებდა ირანელ ხალხს გამოსულიყო ქუჩაში. მაგრამ თქვა, როდესაც შენს თავზე დაფრინავს ებრაული გამონადგურებელი და ამერიკული გამონადგურებელი, შენ გამოხედი და მიტინგი ჩაატარო, მე მგონი არალოგიკური და არარაციონალურია. და მეორეც არის, როცა საგარეო შეტევის ქვეშ არის ქვეყანა, იქ მაინც გარკვეული ელემენტები კი, გარკვეული ელემენტიც არის, შიდა კონსოლიდაციაც არის და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს მომენტი ყოველთვის ჰქონდა ისრაელს თავის სტრატეგიაში, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა შიდა პროტესტი, რომელიც ირანში ძალიან ბევრი წლები არსებობს. და ეხა ეს პროტესტი თავისი წამოვიდა ძალიან მასობრივად, წამოვიდა მათ შორის ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებზე გამოხმოვრებით და რეაგირებით და ახლა შტაბეშტილება რჩება, რომ პირიქით დასავლეთ იგივე ისრაელი არ არის მზად ამისთვის ან ადეკვატურად არ რეაგირებს შეჯერებულად. სისტემის პროპაგანდა ამაზე არის აგებული, რომ აი
პირველი აი ეს ყველაზე ცინიკური და შემზარავი რაც იყო აი ამ დაღუპულების კადრების შემდეგ რაც გავრცელდა იყო ლარიჯანის და რადანის რომელიც უშუალოდ ჩართული არის აი ამ დარბევებში ყველაფერი ბრალდება ხოლმე რადგანაც IRGC-ს გუშაგებს კი თავისი ცოდვები აქვს და თავის დანაშაულს შადიან მაგრამ როგორც ასეთი აი ამ მიტინგების და პროტესტების დარბევა არ არის როგორც ასეთი პირდაპირ გუშაგების საქმე ამისთვის არის შექმნილი ცალკე გასამხედროებული საპოლიციო ნახევრად ჯგუფი რომელსაც აბრევიატურა ეგეთი ფარაჯა ამის მეთაური არის ეს რადანი და პირდაპირ ამბობდნენ რომ ჩვენ არ დაგვიხოცავს ეს ხალხი დახოცა ისრაელისა და დასავლეთის მიერ მომზადებულმა ტერორისტებმა ნუ ჩვენ ახლა ამ რა თქმა უნდა ამ მეინსტრიმზე ავზივართ და ამას არ მიყვებით მაგრამ ნუ ფაქტობრივად აი ეს ყველაფერი ლოგიკა რაც მანამდე იკვრებოდა და პლუს ამას რაც დაემატა დღეს რომ ირანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძალიან ბევრი რაოდენობით სტარლინკი, რომელიც აი ესე ხელმისაწვდომი არ არის და უბრალოდ ყველას არ შეუძლია მასე წვდომა კონდეს, განსაკუთრებით კი ირანის ტერიტორიაზე, ესეც გარკვეულ ეჭვს აჩენს, რომ აი ეს ყველაფერი რაც ირანში ხდება, ეხლა არ ყოფილა სპონტანური და არ ყოფილა უბრალოდ აი ესე ჰაერში უცებ გაჩენილი. შესაბამისად შეგვიძლია ვიფიქროთ და მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი ფაქტორი როგორც მინიმუმ ჩემი წარმოდგენა რომ დასავლეთ და ისრაელი ამას მოუმზადებელი შეხვდა არ არის სწორი. არა რა თქმა უნდა მათი მხრიდან არ ყოფილიყო. ვინმე შეიძლება დაიჯეროს რომ ისრაელი მაგრამ ადგილზე როგორც ჩანს ინფრასტრუქტურა რაც 12-დღიანი ომის დროს გააკეთა ისრაელმა მე გულისხმობა აი ამ გენერლების უშუალოდ თავიანთ სახლებში და საძინებლებში ლიკვიდაციას ამის შემდგომ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ რაღაცის დაგეგმა თუნდაც ესეთი პროტესტების არ შეუძლიათ ებრაულ სპეცსამსახურებს სერიოზული იქნებოდა მეტიც ახლა თქვენ აღნიშნეთ პლუს ამას საინფორმაციო 12-დღიანი ომის ეფექტი ფსიქოლოგიური კომპონენტი ახსენეთ და ამან მათ შორის იმოქმედა იმაზე რომ მათთან თანამშრომლობაზე წამომსვლელთა რიცხვიც გაიზრდებოდა ხო პერსპექტივაც დაინახეს და მეორე მხრივ დაინახეს რომ ეს რეჟიმი მოყანყალებულია და ჩაყოლა შეიძლება ბერმა არ არჩიოს. კარგად არის საკმაოდ მომზადებული საინფორმაციო ომის მხარე ამ პროტესტის მხარეს გულისხმობ არასდროს არ ყოფილა აი ესე გადამწყვეტად ირანის საზოგადოებაში რომ მოდი ჩვენ შახი გვინდა წინა პროტესტებს თუ შევხედავთ ჯერ წინა პროტესტები ხო საერთოდ ესეთი იყო რომ აი უფრო მეტად ეკონომიკური ან თქვა სოციალური საკითხების ან კულტურული საკითხების მოგვარებაზე იყო აქ ლაპარაკი და ნუ იქ შიგადაში იყო თქვა გადატრიალებაზეც მაგრამ უფრო მეტად აი ეს რომ აღარ გვინდა ისლამური რესპუბლიკა და გვინდა შახი აი ესე გადაწყვეტილად ამაზე სკანდირება დაიწყო ზუსტად ეხლა ამას დაემატა ისიც რომ საკმაოდ კარგი ბრენდინგი აქვს მარკეტინგბლადაც საკმაოდ კარგად არის ეს პროტესტი დამუშავებული და ასე შემდეგ იმიტომ რომ აქვს თავისი დროშა რომელიც ძალიან აქტიურად და მიზანმიმართულად ჩნდება სხვადასხვა ადგილებზე და სხვადასხვა ლოკაციებზე შახს აქვს საკმაოდ კარგი ხარდაჭერა საკმაოდ კარგი პიარი მაინც უნდა ვთქვათ რომ შაჰი მაინდამაინც პოპულარული შაჰი არა ჯერჯერობით პრინცი არის ის უფლისწული რეზა მაინდამაინც პოპულარული ფიგურა არასდროს არ ყოფილა ირანში, იმიტომ რომ ხალხი როცა აი ამ პროტესტებზე კვდებოდა, ყოველთვის ჰქონდათ ამის განცდა, რომ თუ მართლა უნდა ამყაც შახობა და მართლა უნდა რომ ქვეყნის მართველი იყოს, მე რო აქ კვდები, სად არის მაშინ ის და რატო არ ჩამოდის აქ და მე მგონი საკმაოდ ლეგიტიმური პრეტენზიაც არის. აქედან გამომდინარე, აი ეს ყველაფერი, აი საინფორმაციო, ეს ტექნიკური აღჭურვილობა იგივე ეს წინარე პერიოდების შესავალი და ის სტრატეგია რომელიც უკვე არსებობდა და კარგად დამუშავებული იყო იგივე ისრაელის და იგივე თქვა დასავლური სპეცსამსახურების მხრიდან გვაფიქრებინებს იმას რომ საერთოდ არ არის ეს სპონტანური რაც ირანში ხდება და ამას კონკრეტული მიზნებიც აქვს და სავარაუდოდ შეიძლება შედეგებთან დაკავშირებით მეორე წრეზე რა თქმა უნდა მოგიბრუნდეთ მანამდე გიგას მინდა ვკითხო შენს შესავალ შეფასებაში გიგა სურათ ისე აღწერე ზოგ შეიძლება შეიქმნას ისეთ შტაბ-შტილება რომ სამხედრო ამოცანის შესასრულებლად ძალები არ ეღოს შეერთებულ შტატებს. ამ ეტაპზე ეგრეა. ხო. როგორ ფიქრობ ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპის მუქარა ის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი მხრიდან გაკეთებული და დღეს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების მთავარი გზავნილი მათ შორის ამერიკულ მედიაში და მსოფლიოში იყო ის, რომ ტრამპი ობამა არ არის, აქ იგულისხმება ის, რომ მის სიტყვას ფასი აქვს და გაფრთხილების დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაიჯებიან. ნუ პრინციპში
რაოდენობა მაინც ადამიანების სიცოცხლეზე როცა ვლაპარაკობ, თითოეულის სიცოცხლეს აქვს ფასი, მაგრამ აქ ჩვენ სრულიად უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიის ხარისხზე ვსაუბრობთ, ხო, ათასობით იზომება უკვე მოკლული ადამიანების რიცხვი, მშვიდობიანი პროტესტანტების და მით უმეტეს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოებში შევარდნენ და იქაც დახოცეს და ასე შემდეგ, აქ რაღაც სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბის სასტიკეზე არის ლაპარაკი, ტრამპს მოუწევს ნაბიჯების გადადგმა. დაუშვათ კი არა და ეს მოლოდინი საკმაოდ რეალურია. აი რასელი რა შეიძლება გააკეთოს უფრო კონკრეტულად და რა რესურსები და ისრაელის როლი მონაწილეობა როგორ შეიძლება იყოს. აი წეღარო საუბრობდა საინტერესო იყო Starlink-ის ხსენება. აშკარა არის რომ ამ ეტაპზე ირანში მოქმედებენ აი როგორც ჩარშან ხდებოდა ალბათ შეერთებული შტატები თავისთავად და ისრაელის სპეცსამსახურები და ორგანიზებაც აშკარად ჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არსად არ ჩანს შეიარაღებული საბრძოლო ქვედანაყოფები, რომელიც შესაბამისი ტაქტიკით წინააღმდეგობას ქაოტურად არ ვიძახი, წინასწარ განსაზღვრული დასახული ტაქტიკით წინააღმდეგობას გაუწევდა სამთავრობო ძალებს. წეღანდელ შენს კითხვაზე, ანუ არსად არ ჩანს ასევე ამერიკული ფლოტის მასშტაბური გადასროლის მოსამზადებელი სამუშაოები ირანის მიმართულებაზე, ვინაიდან იმ ძალებს, რაც ახლა ირანის სამთავრობო ხელისუფლების დაქვემდებარებაში არის, მათ სწრაფ განეიტრალებას სჭირდება ძალები, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ალბათ 2-3 საავიამზიდო დაჯგუფებას, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მაინც უნდა იყოს ამ ეტაპზე, რომ სიტყვაზე დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე დღეში დაიწყონ ოპერაცია. ტრამპის განცხადებების პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს, ვინაიდან არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ირანის გარშემო არსებული ამერიკული ძალები, აი შედარებაც არ არის მათი საერთო სამხედრო პოტენციალის, იგივე ისრაელის საჰაერო ძალებთან ან საერთო ჯამში ისრაელის თავდაცვის ძალების პოტენციალთან, რომ მომენტალურად დაიწყონ სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. თუ კი დაიწყო ოპერაცია უახლოეს დღეებში ტაქტიკურ დონეზე, ამ ტაქტიკური ავიაციის კუთხით, ალბათ ისრაელის საჰაერო ძალები იქნება ძირითადი შემტევი ძალა, შეერთებული შტატებიდან იქნება სტრატეგიული ავიაციის ჩართულობა და ეტაპობრივად დაიწყება უკვე ხომალდების წამოწევაც, ვინაიდან ირანის წინააღმდეგ სერიოზული სამხედრო ოპერაცია ეს 1 და 2 კვირის საქმე არ არის. და მით უმეტეს აქ სახმელეთო ოპერაციაზე არც არის. სახმელეთო ოპერაციაზე არც არის. სახმელეთო ოპერაცია თუ დაიწყო, აქ წლები გაიწელება და იგივე ავღანეთი და ერაყი იქნება მონაგონი, ბევრად უფრო დიდი რესურსებია. დაიწყება ოპერაცია თუ დაარტყეს, დაიწყება ოპერაცია, ну თუ სიტყვაზე სწრაფად არ დაემხო რეჟიმი და სიტყვაზე იგივე შაჰი არ დაბრუნდა და მის დაქვემდებარებაში არ გადავიდა მთელი ირანული სამხედრო რესურსი, ხო? შტატების მხრიდან დაიწყება ალბათ სტრატეგიული ავიაციით მუშაობა, თუმცა მეორად და მესამედ მიზნებს სტრატეგიული ავიაცია, იგივე B-52 ვერ დაუწყებენ დაბომბვას, ამას სჭირდება ტაქტიკური ავიაცია და თან ახლო მანძილებზე განლაგებული ტაქტიკური ავიაცია, იგივე საუდის არაბეთში პრინცი სულეიმანის ავიაბაზაზე, სადაც არის ამერიკული თვითმფრინავები განლაგებული, იგივე კატარში, ასევე ერაყში არის უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტფრენები და მცირე რაოდენობით გამანადგურებელი ავიაცია არ არის ამისთვის საკმარისი. მინიმუმ ისრაელის საჰაერო ძალები არის საჭირო და შემდეგში 2-3 საავიამზიდო დაჯგუფება. ეს თუ ეყო რა. ძირითადი საქმე როგორც ეს ტაქტიკური ავიაციის მიერ კეთდება და ეს არაერთხელა ჩვენა იგივე თუნდაც სპარსეთის საკმაოდ ეფექტურად გაკეთდა კიდეც უკვე. ავიღოთ. ზუსტად რა ტაქტიკით დაიწყებენ და რა ტაქტიკით მიუდგებიან და თვითონ უკვე სახმელეთო კომპონენტში სპეცდანიშნულების ძალები და დაზვერვის ქვედანაყოფები რას გააკეთებენ უკვე მიწაზე, მაგას უკვე შემდგომი დღეები გვაჩვენებს, მაგრამ ის რაც აი ამერიკის სამხედრო ძალებმა გააკეთა 90-იანების დასაწყისში უდაბნოს ქარიშხლის დროს და შემდეგში 2003-ში ერაყში, ასეთი მოსამზადებელი სამუშაოები არსად არ ნიშნები არ ჩანს და არც აპირებენ პრინციპში. იგივე ავიამზიდები მაგალითად იყო ხო ინფორმაცია რომ თქოს ავიამზიდი შედიოდა, ესე სწრაფად არ ხდება საათებში და დღეებში. მადლობა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მათ შორის პირველ რიგში გადაადგილებებს სწორედ აი იმ კომპონენტების შეერთებული შტატების შეერაღებისა, რაზეც თქვენ საუბრობდით, თუმცა ამავე დროს ვენესუელას მაგალითის გათვალისწინებითაც შეიძლება ბევრ სურპრიზს ველოდეთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ისეთ მოკავშირესთან ერთად მსგავსი ოპერაციების წარმოების გამოცდილების კვალობაზე, როგორც ისრაელის ეფექტური აქტივობა იყო ირანის ტერიტორიაზე ხმელეთზე მათ შორის. იგივე იტალიაში მაგალითად იტალიაში ავიანოს სამხედრო ბაზაზე და თურქეთში ინჯილიკზეც თურქეთში ნაკლებად ახლო არის, მაგრამ დიდ ბრიტანეთში მოშორებით არის და ესეთი ინტენსივობით ვერ დაბომბავენ ობიექტებს მოკლედ ირანში. ბაკოს მინდა რომ ბოლოს დავუსვა შეკითხვა
სისასტიკეზე ვილაპარაკეთ ბანკოვი ხა ჩვენ და მიუხედავად იმისა რომ ირანის რეჟიმის მხრიდან ასე ვთქვათ ძალისმიერი გამოვლინებები არ წარმოადგენს თავისთავად მის ბუნებაში არის ასეთი მაინც რაც ვნახეთ რასაც ვხედავთ უკვე და კიდე წამოვიდა დღეს ვიდეოები იმიტომ რომ Starlink-ი როგორც ჩანს ამუშავდა უფასო გახადა მასკმა მეტყოლებს იმაზე რომ რაღაც ну, არ ვიცი ამას არანორმალური სიტყვა არასწორი არის, არა ადამიანურიც ალბათ არასწორია, მაგრამ სრულიად მათ შორის არაადეკვატურიც არის მასშტაბების გათვალისწინებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ესე დამთავრდეს, ხო, სისასტიკის ამ მასშტაბს აუცილებლად პასუხი მოყვება და ამ ხალხის უფრო დიდი ნაწილისთვის ხდება გასაგები, რომ ამ რეჟიმს ლეგიტიმაციის არანაირი ნასახი არ აქვს და შეუძლებელი იქნება ცხოვრების გაგრძელება. რატო იქცევა ასე აიათოლების რეჟიმი? ხო, საინტერესოა მართლაც და მაშინ როდესაც აი საწყის ეტაპზე იყო ნიშნები პრეზიდენტ ფაზიშკიანის მხრიდან, ხო, რომ რაღაცა პოლიტიკური განმოხტვის, რაღაცა დიალოგის ელემენტები შემოსულიყო, ფაზიშკიანის ხაზი მთლიანად გავიდა უკანა პლანზე, საერთოდ არა და აგერ დაძდევენ ხალხს და ტყვიან ფრქვევები ცხრილავენ ქუჩებში. ხო, ზოგადად ზედმეტი და მოჭარბებული სისასტიკე არასდროს არ არის ხოლმე სიძლიერის მაჩვენებელი პირიქით. რაღაც მომენტში უფრო სისუსტეს უსვავს ხოლმე ხაზს და რაღაცნაირად განწირულობასაც. დღევანდელი ირანი ეს არის ისლამური რესპუბლიკა არის ქვეყანა რომელმაც დაკარგა მთლიანი ეკონომიკა, მოიშალა მთლიანი სოციალური სისტემა, აღარანაირი სოციალური ესე იგი დახმარება, აღარაფერი აღარ არსებობს აი ამ მიმართულებით. განადგურებული არის ეკოლოგია, ყველანაირი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი უკვე განიავდა, ვეღარაფერს ახალს ვერ თავაზობს თავის მოსახლეობას და პლუს ამას და საგარეო პოლიტიკაში დაკარგა თავისი სამი ძირითადი მნიშვნელოვანი კარტიდან ორი. გულისხმობა ატომობირთვულ და გულისხმობა აი ამ არარეგულარული ძალების დაჯგუფებას, რომელიც რკალს ქმნიდა ირანის ირგვლივ და ერთგვარ უსაფრთხოების ფარს წარმოადგენდა. აი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში მაინც იყო აი ისევ ეს 12 დღიანი ომი, რომელსაც ბევრი მიმართულებით სტრატეგიული და ძალიან ღრმა გავლენა ჰქონდა ირანში. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რუსეთის და ჩინეთის მოქმედებები და რომელმაც პრაქტიკულად აგრძნობინა ირანის ხელისუფლებას, რომ მარტო არიან, არავინ არ მოვა არც პეკინიდან, არც მოსკოვიდან მათ დასახმარებლად. შესაბამისად, ეხლა აი ამ ბრძოლაში, სადაც აქეთ რამდენიმე მილიონი ირანელი დგას, რომელიც პრინციპში მარტო არ არიან, ძალიან ბევრი მხარდაჭერით ყავთ, უწევთ აი ესეთი მეთოდების გამოყენება, რომ რაღაცნაირად აი ეს დიდი წინააღმდეგობა დათრგუნონ. სხვანაირი ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. აი უფრო ხატონად რომ აღწეროთ მათი მდგომარეობა, ეს არის აი კუთხეში არიან მოქცეულები და პრაქტიკულად სხვა გამოსავალი მათ არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბოლომდე იბრძოლონ და გამოიყენონ ყველა მათ ხელს არსებული რესურსი. პირველ რიგში კი აი ესეთი ბრუტალური და რასაც რეაქცია მოყვება პირველ რიგში თავად ირანელებში, ირანის მოსახლეობაში და ეს ვერ დარჩება უპასუხოდ უბრალოდ. კი, უპასუხოდ ვერ დარჩება, უბრალოდ აი თითქოს განწირული ადამიანის, განწირული სისტემის გასაგები. ფსიქოლოგიას ავლენს აი მის ქცევებში დღეს. ანუ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ასე ვერცეთ შემთხვევაში ვერ დანორმალიზდება? ვერანაირად ვერ დანორმალიზდება. თვითონ 2022 წლის პროტესტიც, რომელიც ამასთან შედარებით გამოვერცეთ შემთხვევაში. ამასთან შედარებით არ იყო ისეთი მასშტაბების და არც დაღუპულების რაოდენობა იყო იმდენი, იმანაც კი ძალიან დიდი კვალი დატოვა ირანულ საზოგადოებაზე და რომ შეადარო 22 წლის ირანი და შეადარო დღევანდელი ირანი, თქო, იმ თავისუფლების კუთხით, აი კულტურული გასაგები. საერთოდ სხვადასხვა და ეს კიდევ უფრო დიდ კვალს დატოვებს ირანის საზოგადოებაზე. ჩრდილოეთ კორეა ირანისგან ვერ გამოვა. ვერანაირად ვერ გამოვა. ამისი არანაირი რესურსი არ არსებობს და ტერიტორიაც საკმაოდ ვრცელია იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეა შექმნა. იზოლირება მოახდინა ამ დაგვარად. დიდი მადლობა.